Hey guys, hey bros. დღეს ვაგრძელებთ თამარს No, I'm not a human. თქვენ კომენტარებში ძალიან საინტერესო რაღაცეები დამიწერეთ და ახლა გეტყვით რა გავიგე ახალი. Სუსტად ავადგილოს გავჩერდით მახსოვს რომ ვიღაცა გვიკაკუნებდა და მაგაზე დავიმახსოვრე თამაში. აი, მოდით ნახოთ ვინ გვიკაკუნებს. ვინ არის? ასეც ვიცოდი რომ ვიღაცა ჯანდაბა იქნებოდა. გრძნობ, ცვლილებები მოყვებათ, მეც, რა შენც. რაღაც ცნაურად იძახის, ცალკე ადამიანი არ კვდებაო, რადგან მას აქვს მხოლოდ სიტყვა, ერთი სიტყვა, მაგრამ რა სიტყვა? ხვდები ვისზე ვამბობ? არა, იცი, საინტერესო რაღაცეები ხდება შენს გარშემო. გავაკეთოთ ისე, ვითომ გვკიდია, კიდია. რაღაც მონაწილეობის გარეშე ხარ. თითქოს დაგკიდია საკუთარი თავი. მოდით ეს შევცვალოთ. როცა ისახის ვერ ხვდები მართლა. თუ შენ სახლში იქნება მინიმუმ 2 ჩემი ადამიანი, მაგის ადამიანი ანუ სტუმარი, ხო? შენ გავიღებ კარსო. რა? მე ვერ ხვდები? შენ შეგიძლია ცოტა ხარჯი მოხვიდე. მე ვერ ხვდები? ყველაფერი მარტივია. ეხლა ვცოდოთო, მაგრამ თავიდან შენ სახლში მარტო ხარ? არ ვარ მარტო. მე არ ვარ მარტო. ნუ თუ თან ჩემი ხალხი იმდენად ბევრი არ არის. თუ არ ვიტყვით იმაზე, რომ თქვენ ხარ ჩაკეტილები თავის სახლში. ცვლილებები ეს არ არის ყველაზე საშინელება, რაც გელოდება. შენ ხომ არ ფიქრობ, რომ მე აქ ვიღაც მთავარი ვარ. არის ძალები, რომლებიც ჩემს ზემოთ დგას. მე მხოლოდ ვასრულებ ამ ნებას. ნუ, შეხვდებით კიდევ? Oh my god! კიდევ ვიღაც მოვა, კაი. ვაი მე რა სჭირს კაცო? სუჭუჭყიანია. შენ ხომ აქ ხარ კარებთან? მე ვგრძნობ თავს უარესად. ისე უცნაურია. ეს დანგრეულობის გამოა? რამე დახმარება გჭირდება? მე უკვე მეხმარებიან. უბრალოდ გრძნობ თავს უფრო სუსტად. ხედავ უკვე იმდენად შორს არა, როგორც წინა ჩვენს შეხვედრაზე. არა მგონია რომ საქმე შენშია და არა მგონია რომ მასში. ვიზე საუბრობს? ასე უკვე იყო, მხოლოდ დასაწყისში. ყველაფერი კარგად იქნება. ახალი ღეროები ფერფლიდან ზეცისკენ გაირღვევა. საერთოდ ვერ ხვდები. კი, ბოდიში თუ შეგაშინე. სანამ შენთან არ მოვედი, ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ხოლო ეხლა ეს ცნობიერება თითქოს და ნისლშია. პადვალი, შენ ხომ გაქვს პადვალი? შეცადი ამოთხარო, მიწაო. მან რაღაც იყო. ვერაფრით შემიძლია დავინახო. რა უნდა იყოს ამ მიწის ქვეშ? ეს ვიღაც ექსტრასენსი შეხვდა, ნორმალური ექსტრასენსია, რომელიც ალბათ რაღაცას ნამდვილად ხედავს და ფულს არ ითხოვს ჩვენთან. ესე იგი ნამდვილია. ისიც მჭირდება. შენ დარწმუნებული ხარ შენ სიტყვებში? მე მახსოვს რომ ეს სწორი იყო. ეს იყო უნდა გააკეთო და შენ, როცა იპოვი იმას მიწის ქვეშ, არ გადახტე. ეხლა ეს არ დაგეხმარებაო, რა იქნება? ბუნკერი არის? მე მინდა მარტო ვიყო საკუთარ აზრებთან. ვაი მე არა კიდე ვიღაცა იქნება. აი მე მეშინია. ეს ვინ არის? ზომბი ვინ უჭირავს? შემიძლია შენთან დავისვენო. საიდან მოხვედი? მე უკვე არ მახსოვს. არ აქვს მნიშვნელობა საიდან. ძალიან დავიღალე. თუ არ შევისვენებ, უბრალოდ დავარდები ფანჯრებთან. შენ ნაპარნიკი ცუდად არის? ეს ჩემი ქმარია. ის მოკვდა. ბრძან გამხდარი არის და ეხლა არ შემიძლია ნორმალურად დავმარხო. ხოლო ეხლა რო გავუშვა, უაზრობაა. Maybe არ მინდა რომ შემოხვიდეთ. I'm sorry. ვინ ნორმალური ადამიანი დაათრევს მკვდარ ქმარს? ჯობია წახვიდე. ხო, ჯობია წახვიდე. Sorry. შენ ვერაფერი მითხრა ღმერთო ბოდიში. I'm sorry, მაგრამ მიმტანი? რაღაც დორამიდანა თუ მეჩვენება. გამარჯობა. ლამაზი არის აქ თქვენთან. უფროსი ჩომეა ვიდრე ქალაქში. მანდ ისეთი ხმაურია. იმედი მაქვს შენთან შემიძლია დავრჩე. სახლში რატო არ ზიხარ? ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. საქმე მხოლოდ განგრენაში
არ არისო, რა განგრენა აქვს? რაში? ყოველდღე ვფიქრობ, დადგება თუ არა შემდეგი დღე. ასეთი ტკივილი უნდა დალიო მხოლოდ ერთ კლუბში. ვაკეთ ამ აურზაურისგან ძალიან ცუდად ვარო. მან ყველა ეძებს როგორ გადარჩეს. აქ ყველანი მზად არიან იმისთვის, რაც მოხდება. მე მინდა მოვკვდე აქ, ნელა, დავტკბე მომენტით. საიდან განგრენა მართლაც? კარგი კითხვა, ხოლო ასე გეტყვი. შეყვარებულთან ერთად ვცხოვრობდი, რომელიც ძალიან მომწონდა. იცვლებოდა ყოველ დღე, მაგრამ ეს მშვენიერი იყო. მოვიდნენ სტუმრები და შენ ალბათ უკვე ხვდები რა მოხდა შემდეგ. და ეხლა აქ მხოლოდ მე ვარ შენს წინაშე, მარტო. კაი, შევუშვათ კაცოცხლობა. მე კი შემოვიდოდი, მაგრამ მანდ უკვე კულტისტი არის. კულტისტებს გავაგდებ, მაგრამ თუ მე დაწვევენ ჩემს სახლს არ ვიცი რა მოხდება. გავაგდებ კულტისტებს, რაც ჩემ ფეხბურთს ჭირდებიან ვაფშე რა. ჩემოდი კაც შენ. ნორმალურ ადამიანს მაინც გავს. დღეს არავინ აღარ იქნება. კაი. Oh my god, ეს ქალი სულ დამავიწყდა რო აქ არის. Oh my god, კაი. იყავი. ისევ ის არის. ამბები რა. სიტუაცია ქალაქში ნელ-ნელა სტაბილური ხდება, მაგრამ ვინც გაიქცა კიდევ თავისუფლები არიან. ქუჩებში დარბიან, ქუჩის ძაღლებიო. კჩესმა თქვა, რომ რაღაც რაზმი გამოაგზავნა ამ პრობლემის გადასაწყვეტად. და სტუმრების ახალი ნიშანი ვიცით? ანის გაღიზიანება. რაღაც ესე ჩაწითლებები არის. კაროჩე აქ მსოფლიო იწვის, პაჟარები ხდება, ბევრი კვდება და ასე შემდეგ. ჩვენთან მაინც არავინ არ მოკვდა, ხო? ანუ გამოდის, არ ყავს ისინი. სტუმრები არ ყავს? თუ თქვენ ქალაქში ხართ, რაფად დატოვეთო? მორიდე თავი კეჩესებს. ისინი ცდილობენ გაიქეცითო, რაც შეიძლება მალე. მაიცა რაო, კეჩესი, ცუდი. ეს ტიპი ლურჯი რატოა? რა კარგი სიჩუმეა, მე ერთი გავაგდე. როგორ გახელი? რაღაც დრო უკვე მასში არაფერს ვგრძნობ, თუმცა ყოველთვის მტკივაო, მაგრამ ასეც უნდა იყოს. მოდით შევამოწმოთ, აქ რაღაც უნდა გამოვთხარო და ლაფად ისევ რატოა გასერთილი აქ სოკო? მე ხომ უკვე შევჭამე. აქ უნდა გავთხარო? ხელები მაგჭუჭ. რა? ენერგია აღარ მაქვს? არ მაქვს ენერგია, ხალხო, რა გავაკეთო? რა შეფეხები გავაკეთო? დღეათი, დიპლომატიის დღე. და ეს რო დავლიო, რაღაცას მომიმატებს, მოდი ყავა დავლიოთ. იქნებ ენერგიას ეს დაგვემატა? დარხეული მაქვს ხალხო. ძალიან დარხეული მაქვს. რაღაც უნდა შევუკვეთო. შევძებ თუ რაღაცის შეკვეთას. კი შევიცლია. ესე იგი რა შევკვეთოთ? კონსერვები კიდე გვაქვს სხვათა შორის. ენერგეტიკული სასმელი ალბათ ენერგიას მოგვიმატებს, მაგრამ ხვალ მოგვიტანენ ან ზეგ ვაფშე და აუის ბანკა. სიგარეტები შევკვეთოთ, არ ვიცი ვაფშე რა შვება და შევამოწმებთ. ეხლა კიდე რა გავაკეთო? ჩემს საკუთარ სავსაც ვერ შევამოწმებ, არ მაქვს ენერგია და სხვა ხალხსაც ვერ ვაიმე ეს აქ არის? კი, ეს უცნაური ტიპია, იმაზე ვნახებ. იმედია არ არის. კეჩეცის იმაში. ამას გავაპანგურავებ თუ რამეა? აიღე. რა არის ეგ? ავიღებ. უცნაური ტიპია და თუ კეჩესი მოვა, წაიყვანს. თუმცა ამათ არ ვიცი რა. აქ ვიღაც ყავს? მე ზომბი. კიდე ვაში. თავიდან რატო არის? თავიდან ხო არ უნდა შევჭამო? დრო შევჭამო რა მოხდება? არ ვიცი. მაცივარში ჩავდე, კიდე ვითომ შევჭამე. მაცალე დავა. შევჭამოთ. მე აქ ვაში უნდა შეგვეჭამა და მე აქ უნდა დაგვეყენებინა საათი, ესე. დავიძინოთ, რადგან აზრი არ აქვს, ენერგია არ მაქვს, ვერავის ვერ შევამოწმებ. ერთ რჩევო, ეს ქალი აქ რო. მე მეშიდია გახება, რა გავაკეთო? იქნებ კურიერია. სამწუხაროდ სოყვების ფესტივალი მაინც უნდა დადგესო. მიცელის შიგნით ისეთი აურზაურია, რომ რიტუალი არანაირი ეფექტი არ გააკეთაო რა? რიტუალს ეფექტი არ ქონდაო. რატომ რიტუალი არ დაეხმარა? მიცელი საერთოდ ცუდად არის. სოყვები ადამიანის ღვიძლის მსგავსად არის. აშორებენ ამ სიბინძურეს.
რათა მიცელი აყვავდეს. Როგორც ჩანს, ბოლო დროს იმდენი რისხვა, რომ სოკოს ზომა ყველა წარმოდგენილ ზღვარს გადააჭარბა. მე არ მინდოდა ეს, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ უნდა გავემგზავროთ სოკოების ქვეყანაშიო რა? სოკოების ქვეყანაში? ეს საშინელი ადგილია, სადაც არასდროს შემდგარა ადამიანის ფეხი. დედამიჯერე, ჯობია ეს მასე დარჩენილიყო, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს გამოსავალი. ჩვენ უნდა შევაჩეროთ სოკოების ფესტივალი ყველანაირად. მეკითხება, შენ მზად ხარ? გაიმგზავრო სოკოების ქვეყანაში. Oh my god! არ ვიცი, მაინტერესებს რა მოხდება, მაგრამ დასასრული იქნება თუ რა იქნება? გავიგი კიდევ რომ ამ თამაშს აქვს 10 ენდინგი. იცოდით? ვაუ, პროსტა. კაი, თუ რამეა საერთოდ დასეივებული მაქვს. თუ რამეა თავიდან გავივლით და არ დავეთანხმები. კაი, მოდი ვნახოთ. ყოჩაღო, მოიმზადეო და ერთი წამით შეგიძლია მაჩვენო საათიო, 12 საათიო. ჯანდება ჩვენ ვაგვიანებთ, გავიქცეთ. მალე სანამ სოკოების ქვეყანაში კარები კიდევ ღიაა. Oh my god, ეხლა აჰა. სოკოები საინტერესო რამეა. მათ შეუძლიათ გაიზარდონ ძალიან სწრაფად. უცნაურია რა მოხდება 12 საათის შემდეგ, ხო? და რაც უფრო დიდია სოკოები, მით უფრო მეტი რისხვა მიცელიაში. არაფერი არ დარჩება. მიცელისთვის საჭიროა ეს რისხვა სადღაც უყოსო. ჩვენი რიტუალი უნდა იყოს, ჩვენი რიტუალმა უნდა მაინც ვერ ვასწრებ. როგორც ჩანს მიცელი გაგიჟდაო. მე რა ხდება? რა ის ჯანდაბაში ვარ ეხლა. მიცელი უნდა შევაჩერეთო სანამ სოკო არ გაიზარდაო, უფრო დიდი. წამოდიო, გავიქცეთო. მიწის ქვეშო. რა? ვერ გავიგე. სოკო ისდება ქალაქში? გიგანტური სოკო გაიზარდა ქალაქში, ოკეი. დავიგვიანეთო მეგობარო. ნუ კარგი. რას ქვია დავიგვიანეთ? შენეგ ჩაის სოკო დაგჩაო? იმისთვის რომ დავასეივო თამაში, ხო? ეს ერთ-ერთი ენდინგი არის. აუ, იცით რა მაინტერესებს? ეს კი უცნაური ენდინგი იყო მართლაც და ვერ მოვასწარი და ვაფშე აზრი არ იყო რომ შევჭამეთ ეს სოკოები და გავაკეთეთ რაღაც ჩავატარეთ მაგის რიტუალი. გერუსკარი. მართლა გაუგებარი ენდინგი იყო და აი მაინტერესებს შემიძლია თუ არა გავიარო კიდევ ერთი ენდინგი, აი რაღაცის ორმორო იყო ამოსათხრელი. აგე შემიძლია გავაგრძელო. მოდით აბა გავაგრძელოთ. ის იმედია დასეივებული. ხო, იმ ადგილას დავასეივეთ, ხო? გადა? ეხლა იცით რა ვქნათ? ხო, ისევ ეს არის. კაროჩი დავასკიპებ. ეხლა მოდით ეს გავთხაროთ. თელ ენერგია, ეს სოკო აღარ ავიღოთ, აღარ გვჭირდება. შევუკვეთოთ რამე. სიგრეტების შევუკვეთავ, რადგან მაინტერესებს რა სიზავს. და ეხლა აზრი არ აქვს, უნდა. მაიცა ამას უნდა მივცე. უცნაურად გამოიყურება ძალიან სტრენჯულად და ამას მივცემ კეჩესში თუ რამეა წავა. რა არის ეგ? კაი ავიღებ. ხო და ეხლა დავიძინოთ. მე შინია, მაგრამ რა ვქნათ აბა? აქ რა ხდება? მთელი გრუპა მკვდარი არისო. ძაღლები ჭამენო მათ ნარჩენებს. ეს იმ ტიპმა მოკლა, ხო? გვამებთან დაყრილია გილზები. როგორც ჩანს, იმ კაცმა ყოლა მოკლაო. და ალბათ აიღო ტროფეიები. ამ ქვეყნის სიგიჟე ძალიან შორს წავიდა. ქრა არის. ეს რიტუალს აწყობენ. ვაიმე მე კიდე ერთი კაცი გავაგდე. ნუ რა კიდია კაცო. აკულტისტები შეშასაგროვებენო. ვიღაცა უნდა დაწვნანო. მალე გავიგებთ რა მოიგონეს გიჟმა აკულტისტებმა. მაგრამ რამდენი ადამიანი დაშავდება ამ ყველაფრისგან. იმედია ჩვენ არ დაგვწვავენ. დიდი იმედი მაქვს. ეს ის ტიპი ორიო რა. გზაზე დგას გიჟი მსროლელი. ხელებში აქვს ბენზინის კონტეინერი და მოლოტოვის კოქტეილი. ღმერთო რავს ამას ტვინში. მას უნდა დაწვას მთელი სოფელი ხალხით. ვიღაცამ უთხრა მანიაკს, რომ ისინი კარანტინის ზონიდანაა. არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ იმედია ჩვენ სახლს არ დაწვავს, რადგან მართლაც გიჟია. აგე ეს ფესტივალი დადგაურა, ბლა ბლა ბლა. არა, არ წავალ. სამწუხარო არისო. ვიც წადი, მომშორდით. მე შინია მარტო მე
ვერ შევძლებო და მჭირდება შენი დახმარება. არა, მაინტერესებს. კიდევ ერთხელ გკითხავო. წამხვალ თუ არა ჩემთან? არა. ნუ მაშინ ყველანი განწირულები ვართ. მაინც განწირულები ვიქნებოდით, იცი თუ მაინც წავიდოდი. ევს უკვე გავერკვიე თამაში უკვე. კარგად იყავიო. ნახვამდის. ხო და ნახვამდის წადიაკ. გითხარით კჭესი მომიდა იმ ტიპს წაიყვანენ ახლა კატასტროფა იქნებაო სად არიან ჩემი ხალხი ისე ვიგიდებიან რას მაგინებთ სისულელით თუ ხარ დაკავებული საფლიო დასასრულისკენ წეროზეა თუ რამეა ყველას წავიყვანთო ამ სახლიდან მჭირდებითო თუ მაინც არაფერი გამოდის მე არ მაქვს სიტყვები რადიოში მოусმინეთ რომ ამათ არ უნდა დავუჯეროთ ან ჩვენ ახლა კარს გამოვტეხავთო და წავიყვანთ მთელ თქვენს აფეთქებულ პრიტონს ან თქვენ ორ კაცს გამოიყვანთ იმედია მეტი აღარ შევხვდებით ვის წაიყვანს აკულტისტი წაიყვანა კაი ჯადავს წაიყარეთ ეს აკულტისტების არ მჭირდებიან ვაფშე კიდია თქვენი რა როგორ Sorry, თქვენი აკულტისტები გავაპანღურავე, მხოლოდ ერთი დარჩა. როგორ არის ჩემი ხალხი? ცოცხლები არიან, ცოცხლები. მოიცადე, ისინი არ არიან? შენ წაგვართვი ჩვენი შესაძლებლობა. ნახვამდის. ნუ ნახვამდის. მაინც აქ ახსრლების ბოლოა. Oh my god, ეს ტიპი მაჩინებს. მე დაბრუნდი. დილობდი მე პოვა ვიღაცა, მაგრამ რაღაც არ გამომივიდა, მაგრამ გავიარე სახლებში. რამდენი სტუმრები გყავთ? ჩესმა დაიკიდე ეს ქალაქი? თუ მხოლოდ ეს რაიონი. როგორ გაიგე, რომ სტუმრები არიან? ჯანდაბა, ისე როგორც შენ მე ვფიქრობ. რადიოში და ტელევიზორში ამბობენ ნიშნებზე. ერთი ნიშანის თუ აღმოჩნდება, ეგრევე ვესვრიო. ვაიმე ღმერთო, თუ ისევ შენთან ვარ, მითხარი, შენ ხომ არ გინახია ასეთი პუტკუნა კაცი? ხშირ შემთხვევაში აცვია ცისფერი ჯინსის კურტკა. ვიზე ლაპარაკობს. კიდე შვილი ყავს პატარა გოგო. არ ვიცი რამდენი წლის. ცოლი ჯანდაბა მაგის. ჩვენს იმაზე ამბობს ნეზობელზე, რომელიც მოკვდა, მაგის სახლი დაიწვა. მისი სახლი დაიწვა. მეტი აღარ მინახია. რა მაჩვენე რაღაც ნიშანიო. თუ მანდ იარაღი დგახა რომ კიდია, ესე იგი ერთმანეთს მოვკლავთ. ვაიმე არა არსებობს ერთი წაით ვიცით რომ კბილები გვაქვს თეთრი ასე რომ კბილებს მე არ ვაჩვენებ ხელები ხო ორმე ხო ამოვთხარე გონი კი ხელები ის თითები გვაქვს ჭუჭყიანი ეს სტუმრის ნიშანია ასე რომ არ ვაჩვენებ მაგრამ დანარჩენი არც ერთხელ არ შემიმოწმებია ასე რომ არ ვიცი თვალები კი შევამოწმე მაგრამ ყურები რო ვაჩვენო მოდი ყურებს ვაჩვენებ რა იცი ხო უმეტეს შემთხვევაში ყველას ყურები ნორმალურია იმედია ხო კაი ვუჩვენებ ყურები რა ნახ ყურები ეს სტუმრების ნიშანი არ არისო რებს აკეთებს შენ ჯანდაბა გგონია რომ იდიოტი ვარ ფიქრობ რომ ამაზე ვაიბი არა გაჩვენებ რაღაცა სხვას დაგერხაო არა თქვენ გესმით როგორ გიჟი აგრესიულად ამბობს რაღაც სიტყვებს კარების უკან და თქვენ ელოდებით და გჯერათ რომ არაფერი მოხდება იმის იმედით ხართ რომ არაფერი მოხდება ძალიან გაბრაზებული სახე აქვსო არ არსებობს გვესროლა მომახვედრაო და კიდევ რამდენი მოკლა, რამდენი დაწვა, გაჩუმდა, უნდა შევხედო. მაიცა. ასეთი დებილების გამო იმდენი სიკვდილია. ისეთი რომელიც მოკლა ჩემი მეგობარი. მაიცა მე მოვკალი? შენ რა გგონია რომ არავინ არ მოგცემს? არ გადაგიხდის იგივე მონეტას? მე უკვე ყველაფერი დავკარგე. გონი ჩვენი ის გაგიჟდა. ვინები მოუყალი, იმედია ჩემი ის ხალხი რომელიც ცხოვრობს არა. ყველა მოკვდება რა? კოლექცია ერთი წამი. ეს რეები არის? ორი ენდინგი გავიარე 10-დან. კიდე სხვა 8 ენდინგი რაღა არის მაშინ? ეს ვინები ვნახე. რამდენი პერსონაჟი არ გვინახია კიდევ?
ძალიან ბევრი არ შეხვდა. კიდევ ერთხელ უნდა ვცადო რადგან ასე ერთხელ საქმე. სამიანდეგი მაინც უნდა ვცადოთ. ჩემს თავს შევამოწმებ. იცით რა გავაკეთოთ? ჯერ არა მოვთხრი იმას. თვალებს შევამოწმებ. თვალები თუ კარგი გვაქვს, შეგვიძლია თვალები ვაჩვენოთ იმ ტიპს. წითელია, ჯანდაბა წითელია. არ იყო საჭირო ყავის ჯეფილობა დამელია. ყავის გამოა? რა ვაჩვენო იმ ტიპს? იღლია რა ვაჩვენო შეიძლება? მოდი ნახო. სტუმარი ვარ, ეს რა არის? სოკო მაგ. ჯანდაბა ეს რა ნაგავია? გამოიყურება როგორც გაღიზიანება ან უარესი სოკო. უნდა დავიბანოთ. მან ეწერა ამბობდნენ რომ დაბანა არ შეიძლებაო. ერთი ენერგია დამჩა. ვერ გამოვთხრი ახლა ერთი ენერგია თუ მაქვს. კი ვთხრი. ოღონდ მაქვს ახლა ხელები. ანუ გამოდის რომ ერთი ენერგიაც თუ დამჩა, შემიძლია ამოვთხარო. ოკეი. ეს ტიპი მოვიდა. არა, ჩვენ არ მივდივართ სოკოების ქვეყანაში. დამეკარგე ადამიანო. კეჩესი მოვიდა. ჩემი გოგო წაიყვანეს. ჯანდაბა მაგის. ის ვიხას ტიპი რატო არ წაიყვანა? აი მოვიდა. ეხლა უნდა ვაჩვენო. ესე იგი თვალები წითელი მაქვს, კბილები თეთრი მაქვს, ხელები ჭუჭყიანი მაქვს. იხლია ვაჩვენოთ, ხო დავიბანეთ. ხურებს აღარ ვაჩვენებ, რადგან მომკლავენ ეგრევე. სურათი შეგვიძლია, მაგრამ სურათი არ ვიცი, სიმართლე რო გითხრა. იხლია ვაჩვენო. იმედია მაგის გამო არ მომკლავს. კაი ვაჩვენოთ. დავივანეთ. და სოკო გაგვიარა. ყველაფერი ნორმალურია, მაგრამ შენ ხომ ხვდები, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს, ხომ? მოკლედ გიხაროთ ეს, რომ ჯერ ნიშნები არ გაქვს. მაგრამ ჯანდაბა ეხლა არ მაქვს დრო შენი იღლიების. უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს. კიდევ შევხვდებით. ჩემი კურიერი, ავიღოთ ჩემი შეგვეთა. შეგვიძლია დაველაპარაკოთ, მაგრამ დავიღალე რა. გონი არავინ აღარ იქნება. ჩემი ხალი წაიყვანეს. რატო? ეთერში ამბებია, ბლა სტაბილიზაცია, ხოლო, ეს ხო წავკითხეთ თუ არა. ახალი ნიშანი არის. სოკო იღლიაშიო. დაბანა არ შეიძლება. ხო დავიბან. ანუ მაინც სტუმარი რანაირად გამოვდივარ. თელ დღე სახში ვზივარ და თელ დღე ვზივარ სახში. ხო არა დავევით ხალხო. ეს ერთი დარჩა ხო? რო შევამოწმო? რო შემოწმება გვინდა აბა? იღლია ვნახოთ? ხელები ნეტ განგრენას ჭირს თუ რაღაც. არა არ მინდა განგრენას რო შევხედო. ერთფერს გავიგებთ. იღლია ვნახოთ. კი რა თქმა უნდა. I'm sorry. Are you სტუმარი? გონი უნდა მოვკლა. Sorry man. Sorry. მე მოვდივარო შენთან. შეყვარებულზე იძახის. შეცდომა იყო. არ ვიცი რანაირად იყო შეცდომა. კიდევ კომენტარებში დამიწერეს რომ თუ ესეთი ნაგვის მეშოკები აიდო, როცა მოკალი, ესე იგი ჩვეულებრივი ადამიანი მოკალი. თუ ტანი რჩება, ესე იგი სტუმარი იყო. და ადამიანი მოკალი, ფაიმე, ეს უეჭველი ვიცი. ფაიმე ხალხი არ მყავს. ერთი ისიც მოკალი. ორი ადამიანი მყავდა და მოვკალი დებილი ვარ. რამე შევამოწმო? ეხლა ნორმალური მაგ თვალები. ის ყავა არ დამილევია? თუ როგორ? ერთი წამით. ეს სიგარეტები ხო ვიყიდე? მოდი მოვწიოთ. მოწება კლავს ხალხნო. დიდი ხანი არ მომიწევია. ბოლოჯერ ალბათ როცა ყველანი წავიდნენ. გამოვიყინოთ, კაი. ენერგია მომემატ. ენერგიას ამატებს. რანაირად წესით პირიქით ხდება. კბილები ვნახოთ. სიგარეტები წესით კბილებს აყვითლებს და ყვითელი კბილები გაგვიხდა. უკეთესიც არისო. მაშინ გამოვთხაროთ ეგ. ბევრი მაქვს ენერგია, მაგრამ რა ვქნა? მიდი ამოთხარე. სად არის კაც როგორ ამოვთხარო? ხო, ხელები ჭუჭყიანი გამიხდა. რამდენჯერ უნდა?
ითხრება, მართლა ითხრება. მაგრამ კიდევ ენერგია მჭირდება და არ აქვს. რა გავაკეთო, არ ვიცი. კაი, მოდი დავიძინოთ. ხალხი უნდა შემოუშვოს სასწრაფოდ. ერთი ადამიანი დამჩა. ერთი ადამიანი მყავს მხოლოდ. ეხლა მიკაკუდებს ისევ იმათი გვამები დღեսით დაიწვაო. თაღლები რომლებიც გვამს ჭამდნენ, რატომღაც გაიქცნენ. თითქოს და ვიღაცის ეშინია. მათ შეეშინდათ კჩესის კი არა. რაღაც უფრო სახიფათოს. რა უფრო სახიფათო ისეთი რაღაცები ხდება, აპოკალიფსისები და რამე. კულტისტები არიანო, მიბმული. თავის თავთან უნდა გააკეთონო რიტუალი. ვერ ხვდებით ეგ როგორ მოხდა. კაროჩე ხალხი გაგიჟდა ბოლომდე. იწვის ყველაფერი. და კიდევ აქ გესმითო ხალხის ყვირილი. ეს ყველაფერი გააკეთა იმ გიჟმა ტიპმა, რომელმაც გადაწყვიტა სტუმრებისგან გაანთავისუფლოს სახლები. თქვენ დარწმუნებული ხართ ამაში? შეიძლება თუ არა რომ თქვენი სახლის შემდეგი იქნება ხვალ, შემდეგ კვირას. ალბათ მოგიწევთ რომ ამ გიჟთან შევხვდეთ. ეს დროის საკითხია. Fuck. გრძნობ რომ უეჭველი დაგვერხება. ეს ვინ არის? Hey, პრიპულად გამოიყურება. Hey, გამარჯობა. დიდი ხანი არ გვინახი ერთმანეთი, როგორ ხარ? ვინ არის? ვიცნობთ ერთმანეთს? ვაი, გაბრაზებულია. როგორ ეს? შენ არ გახსოვარ? და ჩვენ ხომ ეს? მაიცადე, შენ სხვა ხმა გაქვს. და დიდი ხანი აქ მე პატრონი შეიცვალა. ეს სახლი ყოველთვის იყო ჩემი ოჯახის. და არა, რა ზამბობ. მე არ შემიძლია შევწდე. მე ყოველთვის მახსოვდა ეგ. ჩემი მეგობარი უეჭველი ცხოვრობს აქ, უბრალოდ ცხოვრობდა. რაღაცებს გვატყუებს, რადგან თუ ჩვენი ოჯახის სახლი იყო, როგორ ცხოვრობდა, ვიღაც სხვა ალბათ შეეშალა. ისეთი გზა გავიარეო, შეგიძლია შემიშვა? არ მინდა იცით. ჯობია წახვიდე. არ შემიშვებ? ეხლა გამოვასწორებთ. აი ყავა, აიღე. არა, არ მჭირდება მაგათი ყავა, იმ მაგის გამო თვალები მაქვს წითელი. რაღაცი დებილობას იძახ, წადი და იკარგე. ნახე რა გაბრაზებული, წადი აქედან. არ მჭირდება ეგეთი ხალხი. კიდე კომენტარებში დამიწერეს რომ ვიღაცა გვიკაკუნებს რომ ამ თამაში არის ქართველი პერსონაჟი, რომელსაც პირი აქვს გაკერილიო. არ დაგვინახია ჯერ არც ერთხელ, მაგრამ მითხრეს რომ ღამით მაგის კარებთან თუ მიხვალო, ქართულად საუბრობსო და ძალიან მინდა რომ შემოხვდეს, მინდა ამის შემოწმება. დარხეული მაქვს. ერთი ადამიანი მყავს სახლში, დამერხა. მე მითხრეს რომ ეს ბოლო შეხვედრა შენთან. შინია უტივის ყველაზე მეტად ამ თამაში. მთელი ეს სიტუაცია ბოლოსკენ მიდის, უჩვენა რა, თქვენ თვითონ გამოგივათო. რაზე საუბრობ? გეუბნები იმას თუ რა მითხრეს, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის. და შენ გრძნობ, როგორ მოდის სიკვდილი უფრო ახლოს და ახლოს. კი, შენგან მოდის ეგ. ნარვინა. უკვე თქვენს ქუსლებზე აბიჯებს. რისთვის მოდიხარ ვაფშე? რისთვის არ ამტრევ კარს ეგრევეო? არ მინდა ვის თქმა. გიჟი ხარ? პროვოკაციას ნუ უკეთებ. რისთვის მოდიხარ? შემეკითხები ამას მხოლოდ ეხლა. ხომ არ გიფიქრია რომ შენ შეგარჩიეს? ჰაჰა. მე მაგზავნიან მხოლოდ შენთან, იმისთვის რომ რაღაც შეცვალო. ხოლო შედეგი ერთია, შენ მოკვდები. ამისთვის მოხვედი რომ მითხრა რომ მკვდარი ვიქნები? შეიძლება რომ დავფიქრდეთ, შეიძლება ჩვენი პერსონაჟი მართლა რაღაცის შეცვლა შეუძლია უკეთესობისკენ და ამათ, განსაკუთრებით აი ამ სტუმარს, უნდა ჩვენი მოკლასულ. კაი თეორია. სიმართლეა თუ არა, არ ვიცით. და ეს თუ არა, ესე იგი ხვალ თუ არა, ესე იგი მერე. მაგრამ შენ უეჭველი გაქრები. ხოლო ახლა შეუშვი თუ არა, ჩემი ხალხი. არა, მხოლოდ ერთი ადამიანი მყავს. რამდენი არჩევანია? რატომღაც ვგრძნობ რომ რაღაც აზრი აქვს ამ არჩევნის? თუ რა ენდინგი იქნება, არ ვიცი. სახლში ბევრი ხალხია. მე არასდროს არავინ შემიშვია. სახლში ბევრი ხალხია. ერთი მყავს. მე მხოლოდ შემიშვია ვინც იყო საჭირო. მე მოვაშორე ყველა ზედმეტი ჩემი სახლიდან. მე მოვაშორე რამოდენიმე ზედმეტი ჩემი სახლიდან. არ ვიცი. ეს არის სახლში ბევრი ხალხია. აკიდე სახლში ბევრი არახალხია. მე მხოლოდ შევუშვი ისინი, ვინც საჭირო იყო. ესე უპასუხებ რა. Oh my god. რასიზაღის. რატომ გახდი ასეთი დაძაბული? ეგრევე ჩაეჭიდე სიცოცხლეს. და რა დარჩა მასში მნიშვნელოვანი? შენ ხო დარჩი მარტო, ახლობლების გარეშე. მარტო ხარ თუ არა სახლში? ერთი ეს ვიცი რომ მარტო სახლში არ ვარ. არა მე არ ვარ სახლში, მარტო.
როგორც ჩანს, შენ მზად ხარო? რაზე ვარ მზად? გეშინია თუ არა? რას იცახის? კი ვეშინია, რადგან ერთი ადამიანი მყავს მხოლოდ. არ ხარ მზად, რომ აიღო ყველაფერი საკუთარ ხელში. ამისთვის მე აქ ვარ. პრინციპში მარტო არ ვარ, კიდე კატა მყავს. ითვლება? ამისთვის მე აქ ვარ. წავიდა? მამის ვინე? ჩივკა. მაგარი არის, გავაპაურავეთ. მე შინოდა რომ ეხლა კარს შემოგვამტრევდა თავზე. Განაჯობათ. ნუ, პრივეტ, ალბათ. ეს შენი უბრალოდ თქვენი სახლია? და შენ ვიღაც კონკრეტულ ზეძებ? არა, უბრალოდ ცოტათი დავისვენებდი. კვეტვინი გამეღუნა, პადულებში ვიჯდე. ესე მალე დამავიწყდება როგორ ვესაუბრო ხალხს. შენი მშობლები სად არიან? მე რა ვიცი. სახლში ალბათ, სად უნდა იყვნენ კიდევ? ან შეიძლება სტუმრების გახდნენ. მათ მოუხდებოდათ. ჰაჰა. ხადაობა გოგო არის. დედაჩემს კიდევ ძალიან უყვარდა მზეზე ყოფნა. არის კიდევ ასეთი მოვლენების განვითარება, მაგრამ მე რაღაც მკიდია. მე აქ ვარ და სახურავი მჭირდება თავზე. აი შემოდი. პრიკოლია. ვა, შენ ხალიჩოც გაქვს, მაგარია, თუმცა მკიდია. შემოვიდეს. პრივეტები. კიდევ ერთი ქალები ბორდელიდან საიდან. არა უშავს რა მოვედით? ცუდად არის ეს გოგო? ეს ჩემი და არის. დეპრესია აქვსო. მას არ შეუძლია თვითონ იაროს, დაიბანოს. ზოგჯერ საწოლიდან დადგომაც კი არ შეუძლია. მისთვის ეს რთული პროცესია, მაგრამ არ აუშავს. როდესაც კარგად გახდება, ხო? დაიკო. ის ჯერჯერობით ვერ ილაპარაკებს, მაგრამ ზოგჯერ ის ძალას პოულობს. რას გააკეთებთ? მე უნდა ვიპოვო ადგილი, სადაც ჩემი და ცოტათი უკეთესად იგრძნობს თავს, უფრო წყნარად. ხოლო მე ახალ ცხოვრების რეჟისურობას გავაკეთებთო. ფიქრობთ, რომ შემდეგ ცხოვრება შეუძლებელი მე არ დაგეთანხმებით. შემდეგ უფრო მარტივი უნდა იყოს. კაი, შემოდით. შემოვიდნენ კაცო. ვიღაც მოვა, არავინ აღარ მოვა. აუ, ისევ სამი დამჩა? აქ კიდევ ერთი მეოთხე ენერგია ხომ მქონდა? ერთ დღეზე გვეძლევა ეს ყავა. სასწრაფო ამბები. სიტუაცია ქალაქში არ არის სტაბილიზებული. კატაკლიზმი უფრო ძლიერდება. დღეს ესია, ხვალ ესია, ვერაფერს ვერ გაიგებ რა. მყინვარების დნობის გამო მსოფლიო ოკეანეებში წყლის დონე სწრაფად იზრდება. წყალდიდობები იქნებაო ქალაქებშიცო. გარდა ამისა, რადიაციით დაბინძურებული წყლის ზოგიერთი ობიექტი აორთქლების პროცესს დაექვემდებარა. ამის შედეგად მჟავაწვიმები შეიძლება იყოსო. თუ ჭიქა ქუხილი გესმი, დაუყოვნებლივ მოძებნეთ სახურავი, რათა მჟავაწვიმისგან დაიცვათ თავი. ქალაქი სამწუხაროდ ალყაში არის კიდევ შემორტყმული. კჩესმა ვერ იპოვა ყველა გაქცეული, ასე რომ ახალი ნიშნები გამოავლინაო. გრანაირად პროსტა იგონებენ ხაერიდან? სწრაფად მოძრავი თვალიო. ოკეი. ამაზე დასრულებულია. ვიღაცა სტუდიაში შემოიჭრაო. ეფრის დასასრული არისო. ოკეი. ეს ხო შემიძლია, მაიცა. ის ტიპი თუ მოვა, რა ვაჩვენო? ერთი წამით მოდი შევხედოთ. მეშინია რომ ისევ ის ენდენგი არ იყოს, ასე რომ ჩემს თავს ვამოწმებ. კბილები შევამჩნიოთ, ყვითელია თუ არა კიდევ. თეთრია. ის სიგარეტები ერთ დღეზე იყო? დებილობა ეფექტი ეგ. ჯანდაბა თეთრია. ჯანდაბა. რაბა? თვალები? შევამოწმო თვალები მაშინ. ვერთ ჩემეშნია. თვალები თეთრია, კიდე კაი. შვედიერია. სულია რომ საკუთარ თავს არ შემიძლია გადავუხო სურათი. ის უნდა ამოვთხარო და დავამთავრო. რამდენჯერ უნდა ამოვთხარო? ამოვთხარე. ამოითხარა? ხუნდო, ამოვთხარე. ეს რა არის? შახტა, სპეისი? ვიღაც ხალხია. ვინ არის აქ? მესმოდა რაღაც ხმაური. ალბათ, რასაკეთებ ჩემს სახლის ქვეშ. რა? ხომ ახლად მითხარი? მე მთლიანად მტვერში ვარ და ფერფლში. არაფერი ჯანდაბა არ მესმის. ჩვენ შენს სახლის ქვეშ ვართ? ნუ, იმედია ის არ დავარდება ჩვენზე. რაღაცას ეძებ? ვიგინებიან, მარტო ჩემო. როცა ჩვენ დავიწყეთ გათხრა, ძალიან სწრაფად გამოვედით ტუნელის სისტემაში. ვინ თხრიდა და რისთვის ჩვენ არ ვიცით. მაგრამ რაღაც აზრები გვაქვს, რა თქმა უნდა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ სტუმრები ზუსტად ამ ტუნელით ძვრებიან, მაგრამ არც ერთი არ გვინახია ჯერ, ასე რომ ჯერ ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ტუნელები კაი, მაგრამ აქ არის კიდევ უფრო რაღაც საინტერესო. რა არის მათ საინტერესო? რაღაც ნახრეტიო, მაგრამ მასთან რაღაცა ხდება. მან შიგნით ისმის რაღაც ხმა. ძალიან საინტერესოა. ცხოველები ჩუმდებიან, კომპასი არ მუშაობს, ფანარის შუქი არ გადისო ამ სიბნელეში. ერთი ჩვენგანი ჩავიდაო, ხოლო მე თუ რამეა მას ამოვიყვან. შენ თუ გინდა ჩემთან მოხვიდე, ეს ნახრეტი ჯობია არ გათხარო. ჩვენ ვცდილობდით, მაგრამ ყველაფერი ლამის თავზე დაგვეცაო. ვათ, და მეორე მხარესაც შემიძლია ვიარო? გიფიცებით, რაღაც ტუნელი ამოუთხარი. ეს რა არის? მეტი აქ ვიღაც სტუმა. ნახეთ რა არის? აქ არაფერი არ არის, ღვერდაჭო. რაღაც ლაბირინთები იწყება? ვაფშე წარმოდგენა არ მქონდა, რომ ასეთი რამე გველოდებოდა. ლაბირინთია მართლა? ვაი მე მაინტერესებს ერთი წავით. ის ტიპია პროსტა გვერდზე შემოუარე. მაშინ უკან წავიდეთ. აქ არაფერი ისეთი აღარ არის. შეიძლება ჯერ დრო არ მოვიდა იმისთვის რომ გავუთხაროთ ის ქვები. თორე თავზე დაგეცემაო და მე აქედან საით უნდა წავიდე. მაინტერესებს ამის გაღება როდის შევძლებ? დამწვარი გვანმებისგან არაფერი არ დარჩა. უბრალოდ რაღაც მასა დარჩა, ჟიჟასნაირი, რაღაც ტკლარწისნაირი. ღმერთო რა ჯანდაბა იყო ეს? დაინახეთ რაღაც შავმა გაირბინა ბალახებში. კეჩეს თანამშრომლები დამწვარ გვამებთან დგანან. მგონი ისინი დოკუმენტაციას აკეთებენ ოკულტისტების სიკვდილზე. ოკულტისტების სახეზე დარჩა შიშის და აგონიის სახე. თითქოს და რაღაცა საშინელება დაინახეს სიკვდილამდე. ის ვიღაცა ხო არა, შავი არსება. მერტო რუინებია ყველგან. არაფერი არ დარჩა სახლებისგან. ყველა სახლი განადგურებული არისო. ეხლა თქვენი სახლი ერთადერთი მდგომი სახლია, არემარე. რაც არ უნდა მოხდეს, სავარაუდოდ ეს მოხდება თქვენთან. ხბერტო, ეს გამაკლია. ის ტიპი მომიდა, არ მინდა, რა გავაკეთო? მე დავბრუნდი. ჯანდაბა, საერთოდ ვერ ხვდები, რისთვის მოვედი. იმისთვის რომ დაწვათ ჩემი სახლი, ერთი ეგ დარჩა და სხვა. თუ ძმა არ იქნებოდა დებილობა ფისენთით. შეიძლება ცოლი და შვილი გადარჩებოდნენ მაინც, ხოლო ახლა ვერაფერს გაიგებ. შენ გინდა მისი პოვნა? არ აქვს აზრი პოვნას. თარიერია ეს. თუ ძმა რაღაცას წარმოიდგენდა თავში, შეიძლება შანსი იქნებოდა. ხოლო ეხლა კიდია, გვეყვამაზე. იცით, ქალაქის გარეუბანში ინციდენტი მოხდა. ერთმა ოჯახმა საკუთარ სახლში ბარიკადები ჩაკეტა, მაგრამ მამამისი იდგა და იცავდა, ხოლო ცოლს უკვე ნიშნები დაეტყო, მაგრამ ის ბოლომდე იძახდა, ეს ჩემი ცოლია, ნუ ახელთ ხელს. როცა სტუმრები სახურავზე ავიდნენ, კაცმა ჯანდაბა გააღო კარი იმისთვის რომ გაიქცეს. ნუ და რა, მივედი და ყველაფერი ჩემით გავაკეთე. ანუ მოკლა ხო ყველა. ის მოუკალი პირველი, მერე კაცი. ბავშვები მეზობლებთან ერთად სადღაც გაიქცნენ. კეჩესი მხოლოდ საღამოსკენ მოვიდა, იმისთვის რომ დაასუფთავონ. ხოლო მე ვუთხარი, გვიანია, მე უკვე წესრიგი დავამყარე. ხოლო ისინი იცინიან, შენ ჩვენ თანამშრომელი უნდა გახდე და წავიდეს ის ნახ. მათ მარტო შეუძლია წაიყვანონ ხალხი, ხოლო სტუმრები მაინც რჩებიან. მაჩვენე ნიშნებიო. კაი, თვალები ნორმალური მაგ. ნეტ სურას თუ აჩვენებ რას იზავს. ძალიან მაინტერესებს, მაგრამ არ ვიცით რა და მეშინია. თვალები ვაჩვენოთ, ვიცი რომ ნორმალური მაგ. ვაჩვენოთ. კაი, იმედია, ისე თითები. ჭრადიანია თეთრია. კარგია. მაგრამ ნორმალურები ყოველთვის ასეთების არჩებიან. ვაი მე უნდა დამცხა, ისე შემეშიდა. მოკლედ, თავისუფალი ხარ. მაგარია წავა ახლა. დავახვევ აქედან. მეც აღარ დამინახავ. მე გავაკეთე ყველაფერი რაც მინდოდა. დახვიე. ნიერი იყავიო. რა კაია.
მიგაკვირდებს. ოპა, სვიალე. გამარჯობა, მითხარით, შემიძლია გენდოთ? თქვენ ხო არაფრით არ ხართ კჩესთან დაკავშირებული? არა, კჩესთან არ ვარ, წავიდნენ ნაფიქში რა. ოჰ, კაია, მის გაგონება, ესე იგი შემიძლია გენდოთ. მეც ნიერს გავს ძალიან. კჩესთან ამშრომლებს არ შეუძლიათ დამალონ თუ რითი არიან დაკავებულები. ხოლო გამოდის რომ თქვენ არ შეგიძლოთ მოტყუება. კაი, შემოუშვათ. რაღაცას მოგვიყვება. კიდევ ვიღაცა იქნება? დაველოდოთ. რა სჭირს ამას? ზომბი ხდება მართლაც. ამას თვალებს შეხედებ და მავიწყდა შენი სახე. მე უკვე ცუდად ვხედავ. მე უკვე ფიზიკურადაც ცუდად ვხედავო. ის დამტოვა? შენ ოღონდ აქ არ მოკვდე? ცუდად გამოიყურები. ის გვერდში მედგა. და ახლა რა? უბრალოდ წაიღებს ყველაფერს უკან? რისთვის გააკეთე მაშინ ეგ? ვისე საუბრობს? ვიღაც ქალზე საუბრობს, არ ვიცი რა. ვისე საუბრობს? მე არც მახსოვს უკვე. უხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში. გადახტი. ვერ ხვდები, ეს ჩემთვისაა? თუ ეს წერილი შენთვისაა, ვაიმე 8 ივლისში. მე უკვე არ ვიცი. და კიდევ ერთხელ ბოდიში მე ალბათ წავალ. ნახვამდის. კიდე ვიღაცა იქნება, უნდა გადავხტე, ჩემთვის იყო ეგ წერილი. მოვიდნენ კიდევ ერთია კულტისტები ეგ გაგვაკლდა აქ. მე ვგრძნობ აქ რაღაც ენერგიის სტაგნაციას. რაღაც ძალიან ცუდი. მზე, ლომი, მეხუთე სახლი. ყველაფერი გასაგებია. ისევე თქვენი ვიღაც ეზოთერიკები და ზოდიაქოები და რაღაცეები. ხედავთ თქვენ გიყვართ გააკეთოთ და არა ილაპარაკოთ. ტიპიური ლომი, ხვდები, თხამ? რა უნდა რა? ნაფიქ მჭირდება ეგ ყველა. წადი აქედან მომშორდი ქალო. რა გაბრაზებულია, მაგრამ კიდე არაზე იცახის. დავიღალე. ამ სექტანტებისგან. всё. არაბინ აღარ იქნება, წავედი. მოკლედ აქ არას იძახიან ამბებში, ალყაში შემორტყმული ხალხი, გაიქცაო, გაიპარაო და დაკეტეთ კარები, არ გახვიდეთ გარეთ და ფანჯრები დაკეტეთო. კაროჩე, ძალიან ყველაფერი ცუდი. 4 ენერგია მაქვს. პისონია. იმაში რომ ვერ გადავხტები, ხო? შემიძლია გავიქცე პროსტა. რა მოხდება? მაინტერესებს. დამახსოვრებული არმა, კაი, ტრენდინგი იქნება, კაი ჯანდაბას. შეიძლება მესამე დღეო ვზივარო აქ. უკვე არ ვიცით რამდენი ხანი აქ ვზივარო. ესე შემიძლია ვირბინო. რამე გაიღო თუ? მართლაც გაიღო. ოპა. რა არის შიგნით? გადავხტე? ეს ვიდარე? რა არის ეგ? ხალხო სად ვარ? ამიტომაც ის ტიპი ელოდებოდა თავის მეგობარს და აქ არაფერი არ არის, რა თქმა უნდა უკან ვეღარ ამოვა. ეს რა სიკვდილი? შემიძლია სიკვდილს ვესაუბრო? ხოლოდ და ვუყვარდე ამ ცივ ხელებს. შეიძლება თუ არა ამის მიღწევა. გილოცავ. რაღაც უცნაურ სიძახის. მე სად ვარ? სიზმრები, სახლების კედლები, საკიდი. რასე იძახის ვერაფერი გავიგე. რა კარგია რომ ღამე მთავრდება. დგება დღე. დავიმახსოვრო თუ არა შენი ჩრდილი. მე ვხედავ რომ იტყვიკის. შენ არ უნდა გეშინოდეს. საშინელება არაფერი აღარ არის. მე მოვკვდი? ეს დასასრულია? მე მოვკვდი? რას ნიშნავს სიკვდილი? შეიძლება ჩვენ დავიღალეთ და უბრალოდ დავწექით რომ დავიცინოთ. ჩვენ შენთან ერთად რაღაც მაგდა გვარში ვართ. არაღიარებული ძმა ვარ ხალხის ოჯახში, გარიყული. აქ არის სად წავიდეთ შემდეგ. მე მეშინია გაგრძელება. კაი ესე ვიტყვით. რა თქმა უნდა. სად გინდა? ძალიან უცნაურად იძახის და ვერაფერს ვერ ხვდები. არა შენ არ გინდა მათთან, შენ დაიღალე. სადაც გჭირდება რომ წახვიდე. სევდიანი მიწებისკენ. რომელთა ეპიგრაფის არკეებია, რომლებიც სიუხვის ეფექტს ქმნიან. შენ ხომ ეს გინდოდა? ეს შენი ადგილია. რა? სად ვარ? სად ვოვხდი? მოიცა, ეს ჩემი სახლია? თუ ეს ის სახლია, პოსტერიდან, მარტო რო იყო. და ერთი წავით სიზმარში ვარ, თუ სად ვერ გავიგე, სადღაც რა მოხდა? მე მოვკვდი? აქ კიდე ვიღაცა იქნება? აღარავინ აღარ გვპასუხობს, მე მეშინია.
არ ვიცი რამდენი ხანია უკვე აქ ვზივარ, მაგრამ ეხლა წყნარად ვარ. ძალიან წყნარად ვგრძნობ თავს. არავინ არ მიშლის ხელს, არავინ არ მოდის. არ მახსოვს როგორ მოვხვდი აქ. არ ვიცი როგორ გამოვიდე, მაგრამ მე არც მინდა. კარგი ადგილი იპოვა როგორც ჩანს. მასე იყოს ცოტა უფრო დიდი ხანი. საინტერესოა, რა იყო ეს საერთოდ? რისთვის შემიშვეს აქ? მოვა თუ არა ვიღაცა ჩემთან, არ ვიცი. ნუ თუ მოვხდეო, მაგრამ ეს მერე თელ ოჯახთან უნდა ვიღაცასთან შეხვედრა. რაღაც დავიღალე, ცოტათი დავისვენებ, ცოტათი დავიწინებ. და იმედი ეხლა არ გაგვეღვიძება ჩვენს საშინელ საწოლში. რა მოხდა? მაგარი არის. ეს ყველაზე მაგარი ენდინგი იყო. ჯერჯერობით, რომლებიც გავიარე. ძალიან მაგარი არის. ანუ გამოდის, რომ 3 ენდინგი გავიარეთ 10-დან და კიდევ დანარჩენი ენდინგები რაღა იქნება. ამ შვენიერ მომენტზე დავასრულებ ამ ვიდეოს. რა მაგარი მუსიკა არის აქ. მოგეწონა თუ არა ეს თამაში? ძალიან საინტერესო იყო. დანარჩენი ენდინგებიც მაინტერესებს, მაგრამ ძალიან დიდი თამაში არის, ძალიან. უკვე სადღაც 6 საათია მაგას ვთამაშობ მთლიანობაში. 6 საათია ვთამაშობ და გავიარე მხოლოდ 3 ენდინგი. სამწუხაროდ ის ქართველი პერსონაჟი არ შეხვდა. ხარდა ძალიან მაინტერესებდა რომ გვენახა. კარგით, მე ამაზე დაგემშვიდობებით. მადლობა რომ ამ ვიდეოს ბოლომდე დარჩით. ხოლო ჩვენ შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. ნახვამდის.